Vladimir Putin was putting the finishing touch on a ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვმუშაობთ, სანამ არის ასეთი საშუალება. სანამ შეგვიძლია ეთერში ვართ. გავდივართ ეთერში, ვიცავთ იმ წესებს, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენ მოგვიგდეს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და ვიცავდით რაღაც პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ ომი დაიწყებოდა. დიახ. დიდი ომი. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ომი არ დაწყებულიყო, მაინც დაგხურავდნენ, მაინც აი მაგას ვამბობ. ანუ ეს ხო ყველაფერი იყო უბრალოდ მე მგონია, რომ არის ერთი დიდი ტყუილი და ილუზია კიდე, რომ აი პუტინმა სპონტანურად დაიწყო უკრაინაში ეს full scale war ომი, ხო? ამ ყველაფერთან პუტინი მიდიოდა ნაბიჯ-ნაბიჯ 2008 წლის ომი ჩვენთან ამ ყველაფრის ნაწილი იყო და მომზადების პროცესი იყო იმისთვის, რაც ახლა ხდება უკრაინაში. რა თქმა უნდა, მას ეგონა რომ 3 დღეში აიღებდა კიევს, მაგრამ ნუ მან შეცდა. მადლობა ღმერთს და უკრაინას. ჩვენ რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან დახურავდა დოშტს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ეს უცხოეთის აგენტების კანონის გააქტიურება, იმიტომ რომ ისე 2012 წელს იყო მიღებული. უბრალოდ გააქტიურეს მაგ დროს, ხო? უკვე 2020 წლიდან ძალიან რაღაც აგრესიულად მედუზა დაამატეს ახალი თემები, ახალი პუნქტები, ყველა თავისუფალი ჟურნალისტი გამოაცხადეს, ნუ ჯერ ტელეკომპანიები, გაზეთები რაღაცა, მერე უკვე ფიზიკური პირები. მე ვარ უცხოეთის აგენტი პირადად. რომ იცოდეთ, ვისთან გაქვთ საქმე. და ამის შემდეგ კიდე მოიფიქრეს ახალი თემა, რომელსაც ქვია არასასურველი ორგანიზაცია, ეს არის უკვე პირდაპირი აკრძალვა მედიის. პირდაპირ, ანუ უცხოეთის აგენტი რო ხარ, რაღაც წესები უნდა დაიცვა. როცა არასასურველი ორგანიზაცია ხარ, შენ ხარ outlaw, ხო? ანუ კრიმინალიზებული ხარ მთლიანად თავიდან ბოლომდე. შენთან ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმის საბაბი. ამიტომ ეს უკვე არის უბრალოდ აკრძალვა მედიის. ეს პროცესი გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს რუსეთში. აქ საქართველოში ეს ხდება ბევრად უფრო სწრაფად.